გაგვიმარჯოს ისე ვისაც ძლიერ გვიყვარს ლიტერატურა. ანუ როგორც ჩანს კვირა დღის შთაგონება არ დასრულდა პირველი ვიდეოთი და გაგრძელება მოვიხდა, იმიტომ რომ გამახსენდა რომ იქ რაღაც თავარი სათქმელები გამომჩა, რაზეც მინდოდა ელაპარაკა და ერთ-ერთი ესეთი მთავარი სათქმელია, ანუ როგორც ვთქვით, საბჭოთა ენა როგორ ზღუდავს ადამიანის თავისუფალი აზროვნების უნარს და როგორ ქმნის ლოზუნგებს და როგორ მუდმივი გამეორებით როგორ აკავშირებს სიტყვას პირდაპირ მოქმედებასთან ყოველგვარი გააზრების გარეშე და რამდენად სახიფათოა ეს და რასაც ვხედავთ პრაქტიკულად დღეს თბილისის ქუჩებში საზოგადოებრივი დაპირისპირების შედეგად და ასე შემდეგ. ანუ მეხუთე საუკუნე და 21 საუკუნე. მეხუთე საუკუნეში ვარსკენი შუშანიკს ასე მიმართავს. რა ისახელი წიფა ჩემზე და ცოლმან ჩემმან, ესე ვითარისა საქმეთ. აწ მივედით და არ ქუთ, ვითარმეთ. შენ ჩემი ხატი დაამხვე და საგებელსა ჩემსანაც არის გარდაასხ და შენი ადგილი დაგიტევები ეს და სხვა წარსულ ხარ. ანუ რომელ ხატზე ლაპარაკობს აქ ვარსკენი? ვარსკენი ლაპარაკობს რა თქმა უნდა პატივზე. ანუ გარეგნულ ხატზე, ხო, როგორც ჩანს ვარსკენის საზოგადოების თვალში, იმიტომ რომ ცოლი ქმრის სახელია, ასე ვთქვათ, ხო, ოჯახი ქმრის სახელია, მაგრამ ვარსკენის თვალთახედვიდან რჩება ერთი რამე, რომ ქრისტიანულ ფილოსოფიაში ცოლი ქმრის სულიერი, ასე ვთქვათ, სულიერი მეთვალყურეცა, ხო, ადამიანი, რომელიც ჩვენთან ყველაზე ახლოსაა, ყველაზე უკეთესი შენი ზრახვები, ფიქრები, ეჭვები და რომლის პირველი მოვალეობა როგორც ქრისტიანის არის ის, რომ გაგაფრთხილოს, სიმართლე გითხრას, გიბიძგოს, ნათლისკენ და არ მოგცეს საშუალება, რომ დაგაბრმავოს საკუთარმა ეგომ. ანუ ნამდვილი ქრისტიანი ქალი ქმრის არასოდეს შეეცდება ქმრის ეგოს აამოს, იმიტომ რომ ეგო ადამიანს აბრმავებს და აგდებს განადგურების, მიჰყავს განადგურების გზისკენ. თუმცა ვარსკენი ქრისტიანი არ არის, ანუ ვარსკენს არ შეერა სულიერი ძალის, ხო, ვარსკენისთვის ღირსება და პატივი ერთი და იგივეა, მხოლოდ არსებობს მხოლოდ გარეგნული ძალა, არსებობს მხოლოდ ძალა, რომელიც უნდა დაუმტკიცო ვიღაცას, არსებობს მხოლოდ ადამიანები, რომელთა მოლოდინები უნდა გაამართლო ან ასე ან ისე. ანუ შინაგანი პოზიცია, დამოუკიდებელი, განცდა იმისა, რომ ღირსება ისაა, რასაც მე ავირჩევ და რასაც გავაკეთებ, ხო, და ღირსებას ვერ წამართმევს, ხოლო ჩემი ქმედებები განსაზღვრავენ ჩემ ღირსებას, ვარსკენს არ აქვს. თუმცა ამას ეუბნება ზუსტად შუშანიკი. არა თუ მე აღმემართა ხატი იგი და მემცა დავამხუ, ხოლო მამამან შენ მან აღმართნა სამარტვილიანი და ეკლესიანი აღაშენა და შენ მამისა შენისა საქმენი გარყუნენ და სხვად გადააქციენ კეთილნი მისნი. მამამან შენ მან წმინდანი შემოიხუნა სახითვისო, ხოლო ჩვენ დევნი შემოიხუენ. მან ღმერთი ცათაი და ქვეყანისაი აღიარა და რწმენა, ხოლო შენ ღმერთი ჭეშმარიტი უარყავ და ცეცხლსა თაყვანის ეც. და ვითარცა შენ შემოქმედი შენი უარყავ, ეგრეცა მე შენ შეურაცხყავ და თუ მრავალი ტანჯვაი მოაწიო ჩემზე და მე არა ვეზიარო საქმეთა შენთან. ანუ შუშანიკი ეუბნება, რომ ადამიანის ხატი განისაზღვრება არა იმით საზოგადოებას როგორ უყურებს, ანუ უპირველეს ყოვლისა განისაზღვრება გენეტიკით, ხო, და ოჯახით, ანუ რა ტრადიციები და პრინციპები აქვს შენ ოჯახს უკეთესი და როგორ ახერხებ, რომ ეს პრინციპები და ტრადიციები გააგრძელო და შთამომავლობას გადასცე და შენი დამოკიდებულებით საკუთარი თავისადმი, ანუ რომ რამდენად ფხიზლად და ობიექტურად უყურებ შენ თავს და რამდენად და ასევე ვინ ყავს მაგალითად, ხო, იმიტომ რომ წმინდანი შემოიხუენ ნიშნავს, რომ მაგალითად წმინდანებს ისახავ თუ მაგალითად ბოროტ ადამიანებს ისახავ. ანუ ეგო, ანუ ამ ქვეყნიურ დიდებას ელტვი თუ სულიერ სიმტკიცეს ქრისტეს გზაზე მიდიხარ თუ ეშმაკის გზაზე მიდიხარ. და შუშანიკი ეუბნება, რომ კი, მე შენი პატივი შეურაცხყავი, მაგრამ ეს იმის შედეგია, რომ შენ არ სცემ თავს საკუთარ, შენ არ სცემ პატივს საკუთარ თავს, ხო? შენ მიდიხარ
სიმახინჯისკენ და მე ამაში არ წამოყვებიონა, მე ამაზე კვერს არ დაგიკრავ, ტარს არ დაგიკრავ, ანუ მე ვერ გეტყვი რომ კარგ რამეს აკეთებ, ხო? არავეზიარო საქმეთა შენთა. პრაქტიკულად ეს არის. ანუ დღეს რა ხდება? გუშინ მაგალითად ხაინდრავან და ვიღაც ჩაქარაშვილმა ვიღაცა სუსლიკა ის არა ქვია. ჟურნალისტის ცემეს. იმიტომ რომ თურმე ამ ჟურნალისტმა მათი ღირსება შეურაცხყო, რადგანაც უთხრა რომ მონახართო, ანუ მანამდე არაბების დუბაიში ცემეს ხო ხალხი, იმიტომ რომ და ოცნება პრაქტიკულად მმართველი მთავრობა ამ ცემატყეპას ამართლებს იმით, რომ ჩემ ღირსებას ლახავენო. ანუ ზუსტად ეს არის ხო, რომ როდესაც სიტყვას არიაზრებ, მის მიღმა ღრმა პრინციპებს და იდეებს არიაზრებ, არა იმ რეალობებს არა ადამიანი მრავალ განზომილებაში ცხოვრობს, ხო იმ რეალობასთან კავშირს არ ამოწმებ, რა რეალობიდანაც ამოდიხარ, ანუ საერთოდ შეესაბამები კი იმ შენ წინაპარს, რითიც ამაყობ და რადგან ამყარებ შენ ღირსებას, ხო, შენი საქმეები გავს იმის საქმეებს, ანუ ვინ აკავს მაგალითად, ანუ ვისი სახა მაგალითად, იმიტომ რომ ოცნების მაგალითი ტრამპია, ტრამპი ჩვეულებრივი ის არის, ამ ქვეყნიური დიდების განსხეულებაა, ხო, ტრამპი ხო სახეა, ანუ ჩვენ ტრამპს როგორც ტრამპი ადამიანის რთული მოვლენა, ანუ ის უამრავი რამის სიმბოლო და სახე შეიძლება იყოს. ანუ ტრამპი როგორც ამერიკის პრეზიდენტი დემოკრატიის შუქურა არ არის, ამ ქვეყნიური ძალაუფლების სახეა, მთელი თავისი ქცევით, სიტყვით და ყველაფრით. ანუ ესე იგი ანუ რა განსხვავებაა ვარსკენსა და ამ მთავრობას შორის, ხო, ვარსკენი რომელიც ღირსებას აიგივებს პატივთან, რომელსაც შუშანიკს აბრალებს პატივის შელახვას და თulis რომ თუ შუშანიკს გაუსწორდება, ამით საკუთარ პატივს და ღირსებას აღიდგენს, ანუ ძალიან სასაცილოა, ხო, რომ თუ იმ გადმოსახედიდან შევხედავთ, რომ ღირსება ჩემი საქმეებია, იმის და მივხედავთ სხვა რას აკეთებს, ანუ გამოდის რომ არ ვიცი რა გამოდის, ანუ სრული აბსურდი, ხო. და კიდე, ანუ ეს განსჯის მომენტი, ხო, რომ ანუ ყველა გადასულია განსჯას და ყველას უნდა რაღაცა სასამართლო იხილოს. ანუ ვარსკენი ამ დროს ნამდვილად სუსტია, იმიტომ რომ ხო, იხილოს. ისევ სოლჟენიცინი გამახსენდა და ბოლო თარგმანი, რაც მე მგონი თაში თარგმნე შაშან შემოდგომაზე და იმის მერე აღარ მიბრუნები ვარ პრაქტიკულად, იმიტომ რომ უზარმაზარი სამუშაოა, რომლისთვისაც რო ამრჩება პრაქტიკულად, მაგრამ რა თქმა უნდა მუდმივად it's on my mind, Georgia is on my mind. ეს მონაკვეთი მინდა წაგიკითხოთ, რომელიც პირდაპირ შეესაბამება იმ საზოგადოებრივ სულისკვეთებას, რომელსაც დღეს ჩვენ ვხედავთ და პრაქტიკულად ერთადერთი რაც გვიშველის არის საკუთარი ისტორიული წარსულის ჯანსაღი გადააზრება, ცნებების ხელახლა გადააზრება, ხო, შიგნით მთელი იმ საბჭოური პროპაგანდის მოშორება, ანუ ერთადერთი რაც გვიშველის არის განათლება, სხვა არაფერი არ გვიშველის. ანუ ადამიანები უნდა მიხვდნენ იმას, რომ უნდა დაუპირისპირდი ამ აბსოლუტურ ძალადობას, აბსოლუტურ სიბნელეს და აბსოლუტურ აბსურდს გონების ნათლით, სულის ნათლით, ხო? და სადაც შეგიძლია იქ უნდა აკეთო, რაც არ უნდა პატარა ასპარეზზე აკეთებდე გაამართლებს. ანუ აქ არის ბოლო მონაკვეთი და წავიკითხავ და მე მგონი ნათელი გახდება. რატო არის პრაქტიკულად იგივე რაც დღეს ხდება. 1927 წელი უდარდელი და მაძღარ წლად გვეჩვენება. ნეპი ჯერ ნაკუწებად არ დაეჭრათ და იმიტომ სინამდვილეში კი ეს წელი სიმივით იყო მოზიდული და გაზეთებში აფეთქებულ სკანდალებზეც აღწახებდა. ჩვენ მას მაშინ მსოფლიო რევოლუციისთვის ომის ზღურბლად აღვიქვამდით. ვარშავაში საბჭოეთის ლიდერების წინამორბედი მოკლეს. ივნისის გაზეთებმა მთელი გვერდები ამ ამბავს დაუთმეს. მაიაკოვსკიმ 4 მხუხარე ლექსი მიუძღვნა. გამოცენა გერგებად პოლონეთი ბოდიშს იხდის, ვოლკოვის ერთადერთ კვლელს იქ აკავებენ. მას ვიზია მიმართული და როგორ უნდა შესრულდეს პოეტის მოწოდება. მწყობრად ხნეთ და შურისძიების მახვილით მოსაულ ხროვას კისერი მოუგრიხე.
და ვის უნდა გაუსწოროთ და ვის უნდა მოუგრიხო კისერი. და იქიდან იწყებენ ვოიკოვის საქმეზე ხალხის შეგროვებას. როგორც ყოველთვის, როცა მღელვარება და დაძაბულობა სვამენ ყოფილებს, ანარქისტებს, ესერებს, მენშევიკებს და საზღვათა შორისად ინტელიგენციასაც. ხო, მაგრამ ქალაქებიდან ვიღაც ჩავსვათ, მუშათა კლასს ხომ არ დავერევით, მაგრამ კადეტთა მახლობელი ინტელიგენცია ისედაც კარგად შეფერთხეს ჯერ კიდევ 1919 წლიდან მოყოლებული. იქნება ახლა ინტელიგენციის შეთხელების დრო მოვიდა თავის მოწინავე საზოგადოების წარმომადგენლები რო ჰგონიათ. გადავხედოთ სტუდენტობას და აი მაიკოვსკიც არ ახანებს. იფიქრე კომსომოლზე, დღეცა და ღამეც თვალი გამოიბი ორბის, რიგებს გადახედე, ყველა კომსომოლელია, განა თუ ტყავიდან ძვრები, რომ თავი კომსომოლად გაასაღონ. მოსახერხებელი მსოფლმხედვ ვაბადებს მოსახერხებელ იურიდიულ ტერმინებს. დღეს ჩვენი მთავრობა იურიდიული ტერმინების გარდა სხვას არაფერს იყენებს, ანუ საოცარი ტერმინოლოგია აქვს. სოციალური პროფილაქტიკა შემოიღეს, მიიღეს ყველასთვის ნათელი და გასაგები. ბელომორსტროის ერთ-ერთი უფროსი ლაზარ კოგანი მალე ასეც ილაპარაკებს. მჯერა რომ პირადად თქვენ არაფერ შუაში არ ხართ, მაგრამ როგორც განათლებულ ადამიანს ხომ უნდა გესმოდეთ, რომ ფართო სოციალური პროფილაქტიკა ტარდებოდა მაშინ. სინამდვილეში კი როდის უნდა ჩასვა არასანდო თანამგზავრები, მთელი ეს ჩაობებული და ჩადამპლებული ინტელიგენცია თუ არა მსოფლიო რევოლუციისთვის ბრძოლის დაწყების პირზე, მერე უკვე გვიანი იქნება. და აი მოსკოვში იწყება გეგმა ზომიერი ვარცხნა კვარტალ ყველგან ვიღაც უნდა აიყვანონ. ლოზუნგი ასეთია: დავარტყამთ მუშტს, მაგიდას რომ სოფლიო შიშისგან აკანკალდეს. ლუბიანკისკენ და ბუტირკისკენ დღისითაც კი შეუჩერებლად მიედინებიან ვორონკები, მსუბუქი ავტომობილები, დახურული სათვრთოები და ღია ფურგონები. ჭედვა იყო ჭიშკართან, ჭედვა იყო ეზოებში, დაპატიმრებულების ჩამოსმას და რეგისტრაციას ვერ აუდიან. ასე ხდება სხვა ქალაქებშიც, როსტოვში, დონზე, 33 სახლის სარდაფში იატაკზე ისეთი ვიწროობა, რომ ახალმოსული ბოიკო დასაჯდომ ადგილს ძლივს პოულობს. აი კიდევ ერთი ტიპიური მაგალითი ამ ნაკადიდან. რამდენიმე ათეული ახალგაზრდა რაღაც მუსიკალურ საღამოზე იკრიბება. საღამო გპ-სთან შეთანხმებული არ ყოფილა, ჯერ მუსიკას უსმენენ, მერე ჩაის მიუსხდებიან. ჩაის ფულს რამდენიმე კაპიკს თავისინებით ყრიან საერთო ყულაბაში. თავისთავად ცხადია, რომ მუსიკა მხოლოდ საფარველია მათი კონტრრევოლუციური განწყობების შესანიშნავად, ხოლო ფულს ჩაისთვის კი არასულის მღაფავი მსოფლიო ბურჟუაზიის გადასარჩენად აგროვებენ და მათ ყველას აპატიმრებენ. 3-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ურჩიან. ანა სკრიპნიკოვას 5 წელს, ხოლო იმ ჩინშჩიკ შეთქმულს, რომლებმაც არ აღიარეს დანაშაული, ივან ნიკოლაევიჩ ვერენცოვი და სხვები დახვრეტას. ან თუნდაც ეს მეორე შემთხვევა, იმავე წელს, სადღაც პარიზში ლიცეუმის ემიგრანტი სტუდენტები იკრიბებიან, რათა ლიცეუმისთვის ტრადიციული პუშკინის დღეობა იზეიმონ. გაზეთები ამაზე ბეჭდავენ. ცხადია, რომ ეს სასიკვდილოდ დაჭრილი იმპერიალიზმის ოინებია და აი აპატიმრებენ ლიცეუმის ყველა სტუდენტს, ვინც კი საბჭოთა კავშირში დარჩა და მათ ზედ პრავო ვედებსაც აყოლებენ. კიდევ ერთი მსგავსი პრივილეგირებული სასწავლებელი. სოლოვეცკის განსაკუთრებული დანიშნულების ბანაკის ზომით შეიძლება განსაზღვრო ვოიკოვის საქმეზე დაჭერილთა რაოდენობა, მაგრამ არქიპელაგი გულაგი SS აიწყებს თავის ავად სახსენებელ სიცოცხლეს და მალე ქვეყნის მთელ სხეულში გაუშვებს მეტასტაზებს. გემო გაუგეს ახალ რამეებს და ახალი მადაც აღეძრათ. უკვე დიდი ხანია, რაც ჭკუაზე მოსაყვანია ტექნიკის ინტელიგენცია, თავი შეუცვლელი რომ ჰგონიათ და ბრძანებების წარმოთქმისთანავე შესრულებას მიჩვეულები რომ არ არიან. დღეს რასაც მთავრობა აკეთებს, რომ ათავისუფლებს პრაქტიკულად ციხეში ვარ სვამენ, მაგრამ ათავისუფლებენ პრაქტიკულად მთელი ინტელიგენციას სახელმწიფო სამსახურებიდან, რაც უფუნქციო, რაც პრაქტიკულად სოციალური დასამარებაა, ხო? ანუ ჩვენ არც არასოდეს ვენდობოდით ინჟინერებს, ყოფილი კაპიტალისტების ლაქიებს და ყურმოჭრილ მონებს, ნაცების ლაქიებს. რევოლუციის პირველი წლებიდანვე ჯანსაღი უნდობლობა გამოუცხადეთ და თვალს მხიზლად ვადევნებდით, თუმცა აღდგენითი პერიოდის განმავლობაში მაინც ვაძლევდით ჩვენს წარმოებაში მუშაობის უფლებას, ხოლო კლასობრივი დარტყმის მთელი ძალა მიმართული იყო სხვა ტიპის ინტელიგენციაზე. მაგრამ რაც უფრო მწიფდებოდა ჩვენი მეურნეობის გამგებლობა და სახელმწიფო გეგმა, მრავლდებოდა გეგმების რიცხვი და ეს გეგმები ერთმანეთს ეჯახებოდნენ და გამორიცხავდნენ. მით უფრო ცხადი ხდებოდა ძველი ინტელიგენციის მავნებლური არსი. ეს იყო ეშმაკობა, ტყუილი, გაყიდული სინდისი. რევოლუციის დარაჯმა თვალები უფრო დაძაბა და სადაც მისი მზერა მოხდებოდა, ყველგან მავნებლობის ბუდეს აღმოაჩენდა ხოლმე დღევანდელი მთავრობა. ეს გამაჯანსაღებელი სამუშაოები
სრული სვლით 1927 წლიდან ამოქმედდა და პროლეტარიატისთვის მყისვა ცხადი გახადა ჩვენი მეურნეობის წარუმატებლობის და დანაკლისების ყველა მიზეზი. NKPSS რკინიგზის ქსელი მავნებლობა, აი სწორედ ამიტომაა რთული მატარებელში მოხვდე, ამიტომაა მიწოდებაში ხარვეზები, მოტესის მავნებლობა, შუქი ქრება, ნავთის წარმოება მავნებლობა, კეროსინის კი სანთლის საძებნელია, ტექსტილი მავნებლობა, შრომელმა კაცმა რაქნას რა ჩაიცვას, ნახშირის მრეწველობა, კოლოსალური მავნებლობა, აი რატომ ვიყინებით თურმე, მეტალის საომარი, მანქანათმშენებლობა, გემთმშენებლობა, ქიმიური სამტოწიაღისეულის მოპოვება, ოქროსა და პლატინის მოპოვება, სარწყავი, ყველგან მავნებლობის დამპლური შემოტევებია. ყველა მხრიდან მტრები გვიტევენ ლოგარითმული სახაზავებით. GPU-ს ხვით კი გადასდიოდა, იმდენი მავნებელი იყო ციხეში წასათრევი. დედაქალაქებში და პროვინციებში ოტპუს კოლეგიები პროლეტარიული სასამართლოები მოქმედებდა, რომლებიც ამ ქვედამზიდველ უწმინდურებას საქმეებს აკვარაღჭინებდნენ და მათი გულისამრევი საქმეების შესახებ რა ხდება ამცნობდნენ გაზეთებიდან შრომელებს, რომლებიც გაოცებისაგან და აღშფოთებისაგან საწასული ყვნენ აღარ იცოდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ხანდახან გასაგებიც არაფერი იყო, გაიგეს პალჩინსკიზე, ფონმეკზე, ბელიჩკიზე და კიდევ რამდენი usახელო იყო, თითოეული განშტოება, თითოეული ფაბრიკა და გუსტარული არტელი ვალდებული იყო თავის რიგებში ეძებნა მავნებლები. დაწყებას ვერ ასწრებდნენ, რომ უკვე პოულობდნენ. დღეს მავნებლები ნაცები არიან. დახმარებით თუ რომელიმე ინჟინერი ჯერ კიდევ რევოლუციამდე რომ აეღო დიპლომი ჯერ გაცხადებული გამცემელი არ იყო, სავარაუდოდ მის მოღალატეობა შეეჭვის შეტანა სავსებით შესაძლებელი იყო. და თან როგორი დახვეწილი ბოროტმოქმედები იყვნენ ეს ძველი ინჟინერები, როგორ სატანური მახულგონიერებით შეეძლოთ სულ სხვადასხვა სახის მავნებლური საქციელების ჩადენა. ნიკოლაი კარლოვიჩ ფორმეკი საბჭოთა საკომუნიკაციო გზების სახალხო კომისარიატში მუშაობისას თავს ყველას ახალი ეკონომიკის მშენებლობის ერთგულ გულშემატკივრად აჩვენებდა. უყვარდა დიდხანს და ენთუზიაზმით ლაპარაკი სოციალიზმის მშენებლობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე და რჩევების მიცემაც უყვარდა. თუმცა მისი რჩევებიდან ერთ-ერთი ყველაზე მავნებლური შემდეგი რჩევა აღმოჩნდა. ის მომხრე იყო, რომ სავაჭრო საქონლით დატვირთული ეშელონები გაეფართოვებინათ და მძიმედ დაეტვირთათ, რადგან იძახდა ამაში საშიში არაფერიაო. მაგრამ GPU-ს მეუხებით ფონმეკს ნიღაბი ჩამოჰგლიჩეს და დახვრიტეს. მისი მიზანი ხომ სინამდვილეში ის იყო ზედმეტი დატვირთვით საორთქმავლო გზები გაეცვითა და ინტერვენციის შემთხვევაში რესპუბლიკა რკინიგზის გარეშე დაეტოვებინა. ხოლო როცა ამ ამბიდან სულ ცოტა ხნის შემდეგ კომისარიატის ახალმა წევრმა კაგანოვიჩმა სწორედაც რომ მძიმედ დატვირთული ეშელონების გაგზავნა ბრძანა რკინიგზაზე, ასე გაშინძეთ ნავარაუდებზე ორჯერ და სამჯერ მძიმე შემადგენლობებისა, ხოლო ამ აღმოჩენისთვის მან და სხვა ხელმძღვანელებმა ლენინის ორდენი მიიღეს, ბოროტი ინჟინერები ახლა ზღურის დადებას მოითხოვდნენ, ბღაოდნენ და ხაოდნენ, რომ მეტის-მეტი მოსდიოდათ, რომ მოძრავი ეშელონების ცვეთა ამ შემთხვევაში ტექნიკისთვის დამღუპველი იქნებოდა და სამართლიანად მიახვიტეს. ყველა, რადგანაც არ ეწადათ და ვერ დაიჯერეთ სოციალისტური ტრანსპორტის შესაძლებლობები. ამ მეზღვრეებს ესენი ვინც ბოროტი ინჟინერები, რომლებიც ის იმიტომ დახვრიტეს, რომ ცვეთავსო და ესენი იმიტომ დახვრიტეს, ამ მესას ან ბოდიში ციცილისთვის, მაგრამ ამ მეზღვრეებს რამოდენიმე წლის განმავლობაში ებრძვიან. ისინი ყველა სფეროში არიან გაბნეულები და თავისი ანგარიშიანი ფორმულებს აფრიალებენ. არ შედის მათ თავში ის ამბავი, თუ როგორ ეხმარება ხიდებს და დაზგებს პერსონალის ენთუზიაზმი. ეს ხალხის კოლექტიური ცნობიერების უღმა გადმოტრიალების წლებია. სასაცილოდ იგდებენ ფრთხილ ხალხის წიაღიდან გამოსულ სიბრძნეს, რომ სწრაფად არაფერი კარგი არ კეთდება. ასევე უკუღმა ესმით ძველი ხალხური ანდაზა მოჩქარეს მოუგვიანდესო. ძველი ინჟინერების დაჭერას მხოლოდ იმიტომ თუ შეაყოვნებენ ხანდახან, რომ ცვლა ამისთვის მზად არაა. ნიკოლაი ივანოვიჩ ლადიჟენსკი, იჟევსკის სამხედრო ქარხნების მთავარი ინჟინერი, თავიდან ზღვრული თეორიის მიმდევრობისთვის ხვდება დაბადებულებულთა სიაში, რადგან ბრმად წამდა სიმტკიცის მარაგის კოეფიციენტის და აქედან გამომდინარე თვლიდა, რომ ორჯონიკიძის ხელმოწერით დადასტურებულ გამოყოფილი თანხები ქარხნების გაფართოებასთან დაკავშირებით საკმარისი არ იქნებოდა. ორჯონიკიძე კი როგორც მაგიდაზე
ორივე მხრიდან, როგორც ამბობდნენ ძველ ინჟინერებს, როცა ესაუბრებოდა საწარმოაგიტაზე, ორივე მხრიდან გამოსაჩენ ადგილას პისტოლეტები ედო. ჯერ ციხეს ჩააგდეს, მერე შინაპატიმრობა მიუსაჯეს, თან უბრძანეს მუშაობა გაეგრძელებინა იგივე თანამდებობაზე, რადგან საქმე მის გარეშე იღუპება. ეს მეც გამოვცადე ჩემ თავზე. როცა მაგათთან მუშაობდი. ის ყველაფერს ალაგებს, მაგრამ პრაქტიკულად გსჯიან, ყველაფერ უბედურებას გეუბნებიან და თან გაიძულებენ, რომ იმუშაო, იმიტომ რომ საქმე იღუპება. თუმცა მე არ დავემორჩილე. ის ყველაფერს ალაგებს, მაგრამ თანხებს ვერაფერს შველის. დანაკლისად რჩება და ისევ ციხეში უკრავენ თავს. თანხების არასწორი გამოყენების გამო. სწორედაც იმიტომ არ ეყოთ, რომ მთავარმა ინჟინერმა ცუდად განკარგა. ლადიჟენკის ტყის ჩეხვისას კვდება 1 წელიწადში. ტრაგედია. და ამ ტრაგედიებითაა სავსე დღევანდელი რეალობა. როცა სოლჟენიცინის კითხვა პირველად დავიწყე, რამდენიმე სტრიქონს წავიკითხავდი და მერე დავრბოდი გამწარებული. მერე ნელა შევეჩვიე და ეხლა, მერე სადღაც გავიაზრე, რომ სოლჟენიცინის რეალობა არსად არ წასულა, ამ რეალობაში ვცხოვრობთ. საინტერესოა, რომ ის გააზრებას ისე მტკივნეული არ ყოფილა, როგორც სულ თავიდან, როცა ვკითხულობდი და ვიაზრებდი. რა ხდებოდა მაშინ. თითქოს პირიქით, როცა გავიაზრე, რომ იგივე რეალობაში ვცხოვრობთ, უფრო ძალა ვიგრძენი, იმიტომ რომ ალბათ იცი, რას უნდა ებრძოლო. იცი ბოროტების სათავეები. ასე გადაუმტვრიეს ხერხემალი ძველ რუსულ ინჟინერიას სულ რამდენიმე წელში. ზამიატინის და მარინა მიხაილოვსკის საყვარელ გმირებს ჩვენი ქვეყნის დიდებას რომ შეადგენდნენ. ცხადია, რომ როგორც სხვა ნაკადებში, აქაც სხვა უდანაშაულო ადამიანები, განწირულების ახლობლები და მათთან მცირედ დაკავშირებული ხალხი, მაგალითად ძალიან არ გვინდა რევოლუციის სადარაჯოზე მდგარი მეთვალყურის ნათელი ხატება დავაბნელოთ, მაგრამ სხვანაირად არაფრის დიდებით არ გამოდის. შეუმდგარი დამბეზღებლები. ეს სავსებით საიდუმლო გაუსაჯაროებელი ნაკადია. მკითხავს თხოვთ არ დაივიწყოს. იგი განსაკუთრებით რევოლუციის შემდგომი პირველი 10 წლების განმავლობაში. მაშინ ხალხს ჯერ კიდევ აწუხებდა სიამაყებებს, ჯერ კიდევ სხვანაირად ესმოდა ქცევის წესები. თვლიდნენ, რომ მორალი საზოგადოებისთვის მისაღები ეთიკა და ქცევის ნორმა ფარდობითია და მხოლოდ ვიწრო კლასობრივი მნიშვნელობა აქვს. და ადამიანებს ყოფნიდან განბედაობა უარი ეთქვათ შეთავაზებულ სამსახურზე და ასეთებს ყველას განორჩეულად უმოწყალოდ უსწორდებოდნენ. დღეს ყველა თვლის, რომ მორალი არის მხოლოდ საზოგადოებისთვის მისაღები ეთიკა და ქცევის ნორმა. საერთოდ ვერ ხვდებიან, რომ მორალი არის აბსოლუტურად დამოუკიდებელი ფენომენი ყველანაირი საზოგადოებისგან და ყველანაირი მატერიალური სამყაროსგან. და ასეთებს სიტყვა მოიტანა და სწორედ ნახსენებ ინჟინერების წრეზე მეთვალყურეობა ახალგაზრდა მაგდალინა ეჯუბოვას შესთავაზეს. მან არა თუ უარი თქვა თავის უფროსსაც განდო ეს ამბავი, ვისთვისაც უნდა ეთვალ თვალა, თუმცა ეს უკანასკნელი მალე დაიჭირეს და დაკითხვაზე ყველაფერი აღიარა და დაფქვა. ფეხმძიმე ეჯუბოვა ოპერატიული საიდუმლოს გამჟღავნების გამო დააპატიმრეს და დახვრეტა მიუსაჯეს. დახვრეტას იმით გადაურჩა, რომ 25 წლის მანძილზე რამდენჯერმე მოიხადა სასჯელი ციხეში. იგივე წლებში 1927 წელს, თუმცა სრულიად განსხვავებულ თვალსაჩინო ხარკოვილ კომუნისტების რიგში ასევე უარი თქვა უკრაინის მმართველობის წევრების თვალთვალზე და დაბეზღებაზე ნადეჟდა ვიტალიევნა სუროვცევამ. ამისთვის გპუს კლანჭებში აღმოჩნდა და მხოლოდ მეოთხედი საუკუნის შემდეგ ამოყვინთა კოლიმაზე ცოცხალ მკვდარმა. პერში სული ძლივს რომ ედგა, ხოლო ვინც არსად გამოირიყა, მათზე არც არაფერი ვიცით. 30-იან წლებში ამ დაუმორჩილებლების ნაკადი ნულამდე დადის. რა კითხავენ დაბეზღებას, ესე იგი საჭიროა. სად გაიქცევი ძალა აღმარცხნავს, მე თუ არა სხვა იქნება, ჯობია მე ვიყო სექსოტი, საიდუმლო პოლიციის თანამშრომელი. მე კარგი ადამიანი ვიდრე სხვა ცუდი. სასაცილოა ხო თავს როგორ იმართლებს ადამიანი. მიზეზებად მიზეზთა ცოდვისა, კაცთა თანაროვანი იქმა უშუალოებასა. აი უკვე მოხალისეები აწყდებიან სექსოტობას, თხოვლობენ. იხვეწებიან, გამორჩები კიდეც რამეს და თან კეთილშობილური საქციელიცაა. 1928 წელს მოსკოვში შახტინსკის საქმის მოსმენა დიდ გმით მოთქმას იწვევს. გახმაურებულ საქმეს უამრავი ადამიანი ესწრება და ადევნებს თვალყურს. ხმამაღლა და თავბრუდამხვევი განსასჯელების წარმოუდგენელი აღიარებების და ღია თვითქვემის გამოა. თუმცა ჯერ ყველა არაა ამ დღეში. 2 წლის შემდეგ 1930 წლის სექტემბერში შიმშილის ორგანიზატორებს ასამართლებენ. გაიგეთ, შიმშილის ორგანიზატორებს. როგორც დღეს წულუკიანი ასამართლებს აგვისტოს ომის მონაწილეებს. ზუსტად იგივე ხდება, საჯარო განხილვა,
სადაც ყველა აღიარებს დანაშაულს, ხალხი ხედავს აშკარად ვინ არის დამნაშავე და მე ისინი ისჯებიან და ყველაფერი კარგად არის. ისინი, ანუ შიმშილის ორგანიზატორები წარმოგიდგენიან. ისინი 48 საკვები მრეწველობის 48 მავნებელი. 1930 წლის ბოლოს ტარდება კიდევ უფრო ხმამაღალი და ამჯერად ხანგრძლივი რეპეტიციების შემდეგ უზადოდ შესრულებული პროცესი პრომპარტიისა. აქ უკვე ყველა განსასჯელი ერთიმეორეს ასწრებს, რომ საკუთარ თავზე აიღოს ყველაზე საზღვარი, ყურით მოთხრეული დანაშაული და იმ შრომელების თვალწინ, როგორც საბურველ ახდილი მონუმენტი, ისე შიშულდება ბუმბერაზი ეშმაკურად ჩაფიქრებული, შესაკრებელი, ცალკეული აქამდე ფარდა ახდილი მავნებლობისა. ესაც სატანური აკრეტერია, ვიცი, რომელსაც მოლივკოვმა, რაბუშინსკიმ და დეტერნინგმა და პუანკარემ გამონასკვეს კვანძი. ჩვენ სასამართლო პრაქტიკაში ნელ-ნელა იპარება და გვესმის, რომ საჯარო სასამართლო პროცესები თხუნელის სოროს გარეგნული სახეა. ბორცვი მხოლოდ შესასვლელია, სახლის მთელი დარანები და გასასვლელები კი მიწის ქვეშ იმალება. ამ პროცესებზე დაპატიმრებულების მხოლოდ ის მცირე რაოდენობა გამოჰყავდათ, რომლებიც თანახმა არიან ყოველგვარი ღვთით და ბუნებით დაწესებული კანონის წინააღმდეგ ლაფში ამოთხარონ თავიანთი და სხვათა სახელები. ზუსტად ეს ხდება ახლა. ყოველგვარი ღვთით და ბუნებით დაწესებული კანონის წინააღმდეგ ლაფში თხრიან ყველა სახელს. სასჯელის შემსუბუქების იმედით. ამ ინჟინრების უდიდესი ნაწილი კი, რომელთაც ეყოთ გამბედაობა და ჭკუა უარეყოთ გამოძიების მიერ შეთავაზებულ აბ და უბდაზე უხმაუროდ სამართლდებიან და მიუხედავად აღიარებითი ჩვენების არარსებობისა, მაინც ათობით წელს ურჩის მათ გეპეუ. ნაკადები მიწის ქვეშ მიედინება მილების გავლით, ზედაპირზე გაფურჩქნულ და აყვავებულ ცხოვრებას საფუძვლად უჩინარი საკანალიზაციო მილები უდევს და სწორედ ამ პერიოდში დგამენძალია მნიშვნელოვანი ნაბიჯს იმისთვის, რომ სრულებით ყველამ ერმა და ბერმა გაისვაროს ხელი ამ კანალიზაციაში, რომ პასუხისმგებლობა ამ ნაკადებზე უკვლებლივ ყველაზე განაწილდეს. ისინი ვინც ჯერ მთელი ტანით არ ჩამხობილიყო კანალიზაციაში და ნაკადს არქიპელაგზე არ გაერიყა, ზემოთ ღია ცის ქვეშ გამარჯვების ნიშნებით უნდა დააბიჯებდნენ ხოტბას, ასხავდნენ ამგვარ სამართალს, გულწრფელად ხარავდნენ ანგარიშსწორებით. ეს დიდი წინდახედულებაა გავაღწეულები. ისტორია თვალებს გაახელს ხერმაძილიდან გამოერკვევა, მაგრამ გამომძიებლები, მოსამართლეები და პროკურორები იმაზე უფრო მეტად დამნაშავენი არ იქნებიან, ვიდრე მე და თქვენ თანამოქალაქეებო. იმიტომ რომ თუმცა მხცოვანი და პატივსაცემი ჭაღარა გუმოსავს, მაგრამ თავის დროზე ასევე პატივსნად და მთელი გულით ხმა მივეცით უსამართლობას. რაოდენ გულსაკმავი ცავრნა იყოს ამ ისტორიული წრიდან ვერ ამოვდივართ და ამ ისტორიული წრიდან ამოსვლა შესაძლებელია მხოლოდ საფუძვლებთან დაბრუნებით. ის კი არ ჩვენი საზოგადოება იმაზე კი არ უნდა მსჯელობდეს, რომ მოძველებულია ჰაგიოგრაფია და რაში გვჭირდება შუშანიკი და აბოთბილელი, ხო, რაც ერის გადაგვარების პირველი ნიშანია. სადამდე მივედით, რომ შუშანიკს ვასამართლებთ და ცურტალოს ვასამართლებთ და საკუთარ ისტორიაზე უარს ვიძახით და ვიღაცაებს ყოფნით იმისი გამბედაობა და ურცხობა რომ გამოვიდნენ და ეს თქვენ, ანუ იმდენად აბსურდში ცხოვრობთ, იმდენად ხოტბას ასხამენ უნიჭებას, იმდენად არ ვიაზრებთ საერთოდ არაფერს, ანუ რა საზოგადოებაში ვცხოვრობთ საერთოდ და როგორ მივედით აქამდე და სად არ გამოვიჩინეთ, ხო? პასუხისმგებლობა რომ აქამდე არ მივსულიყავით. არამედ მაინც ალბათ ამ სიტუაციაში შუშანიკის დამოკიდებულება გადაგვარჩენს, ხო? შუშანიკს არა მარტო ის ესმის, რომ ხალხი უძლურია და თვითონ სწორედ იმიტომაა გმირი, რომ არ დააბრალოს მათ არაფერი და სრული პასუხისმგებლობა თვითონ აიღოს სიმართლისა და ბაროტების ერთმანეთისგან გაყოფის საქმეში, იმიტომ რომ ხოლმე შუშანიკია, ვინც ხედავს ნათლად სად არის ნათელი და სად არის ბნელი, იმდენად ნათლად რომ მზადა ამისთვის სიცოცხლე გაწიროს და შედეგებსაც ხედავს. არამედ შუშანიკს ასეთივე აბსოლუტურად მიმდევლური და ქრისტიანული დამოკიდებულება აქვს ვარსქენის მიმართ, ხო, როდესაც ის გააფთრებული ვარსქენი ცემს საოცარი ძალა უნდა გქონდეს, ხო, რომ უბრუნდი ადამიანს და უთხრა შეგებრალოს, ხო, შენი მტანჯველი შეგებრალოს. გუში მაგალითად ფილმს უყურე შირაზის, სექტემბრის შირაზში, ხო, და შუშანიკს ვფიქრობ, ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებს უყურებ და ფილმი ზუსტად იგივე გამოძახილი იყო, იგივე განცდა იყო, იგივე ძალადობა, იგივე სიბნელე, იგივე ბარბარიზმი, იგივე განადგურება და იგივე ღირსება და დამოკიდებულება მთავარი გმირების მხრიდან.
ამ ხალხის მიმართ. ამ დამოკიდებულების გარდა ამ სიბნელეს ვერაფერი ვერ დაამარცხებს, ხო? ეს არის ყველაზე დიდი ძალა ამ ქვეყნად და ყველაზე, როდესაც შუშანიკის მატლი ეხვევა და ამას ძირითადად აბსოლუტურად ყველა უყურებს როგორც რაღაცა ამაზრზენს, ხო, იმიტომ რომ ჩვენთვის ხორციელი არსებებისთვის ყველაფერი სულიერი ამაზრზენია, გველის მჭამელი, გველივითაა, ხო, სიბრძნე გველია. სიკვდილისკენ ვიბიძგებს, არ გვინდა მოსეს ეხვეწება, ხო, ებრაელიერი უდაბნოში, რომ შენ წადი ღმერთს შენ ელაპარაკე, ჩვენ არ გვინდა კაცო სიკვდილთან გვაახლოებს. და შუშანიკი იღებს ამ მატლს და საოცარ რამეს ეუბნება, ხო, ცურტაველს, რომ ჯობია აქ შემჭამონ ხორციელმა მატლებმა, ვიდრე 60 ჩემი სული დაღრნენ მარადილმა მატლებმა, ხო, სულიერი სიმტკიცის უზარმაზარი გამოხატულებაა ეს, დამამტკიცებელი საბუთია მწვერვალია შუშანიკის სულიერი სიმტკიცისა და ძალისა, რომლის ბადალი პრაქტიკულად მე არ ვიცი ქართული ლიტერატურაში ან სადმე სოფლიო ლიტერატურაში ვერ დავიფეხნი რა ყველაფერი ვიცი. მე პირადად არ მინახავ. ხო, ასე რომ რა ვიცი, კი გვაქვს აშენელი წარსული, უახლოესი წარსული, ბნელი, მაგრამ გვაქვს ასევე ლიტერატურა, ცოცხალი ორგანიზმი ერისა, სული, რომლის დაბრუნება შესაძლებელია, რომლის აყვავება შესაძლებელია და რა ვიცი, მე მგონი უნდა ვიბრძოლოთ. კარგად, განდაბადეთ.